მივედით წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე, ახალი პროექტიდან ახალ პროექტამდე და სულ რამდენიმე ხნის წინ იყო ახალი შანსის ახალი პროექტი. ქალბატონ ოლიკო ცისკარიშვილის ჩემ გამომცემლებასთან ერთად ჩემი მთის სული. მართლა საოცარი ნაწერები შემოვიდა, ნახატები შემოვიდა და რაც მთავარია, აი ამ პროექტმა ყველა საოცარი გამოხმაურება და ჩვენ ზუსტად აი ამ ბავშვებით, მათი ნაწერებით ვიწყებთ ახალ პროექტს. და არის სოფლის თანამედროვე სიცოცხლე. აი ამ ჩემი მთის სულში ძალიან ბევრი ახალი სახე და სახელი გავიცანით. ახალ შანსელი კი ბოლო ფესტივალის გახდა ნატა უგულავა. ნატა დღეს ჩვენთან არის. და მე მინდა რომ თავის წარმოგიდგინოთ თვითონ, მაგრამ ნატას მოთხრობის წაკითხვის შემდეგ თქვენ ნახავთ მისი ნაწარმოების მიერ შექმნილ პატარა ფილმს ბომბორა ქვია ხო? ბომბორას, რომელიც ხოთაშორის ძაღლების მეგობარ რამდენიმე ორგანიზაციას ვაჩვენე და ისინი იყვნენ აღფრთოვანებულები და ალბათ უკვე მარტის ბოლოდან ისინი თავად დაუკავშირდებიან ნატას და ნატა უკვე იქ გააგრძელებს თავის და ნიჭის რეალიზებას. მადლობა მეგობრობისთვის ჩემო კარგო და მოდი გააცანი შენი თავი მაყურებელს და შემდეგ უკვე შემოქმედებაც. პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვარ ნატა უგულავა, 15 წლის დავიბადე ხონში და ვსწავლობ მე-10 კლასში. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სიტყვებთან განსაკუთრებული მეგობრობა აქვს. ბავშვობიდანვე მიყვარდა ისტორიების მოსმენა და შექმნა, რადგან სიტყვები ჩვენთვის ყოველთვის იყო გზა, რომ გამომეხატა საკუთარი თავი და ეს აზრები და გრძნობები გამეზიარებინა ადამიანებისთვის. წერა ჩვენთვის მხოლოდ ჰობი არ არის. ეს არის საშუალება გავიცნო საკუთარი თავი და სხვებსაც უკეთ შევაგრძნო. ლიტერატურა მაძლევს ამ შანსს, რომ ჩვეულებრივ ამბებშიც ვიპოვო ემოცია, სიღრმე და მნიშვნელობა. მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს, ხოლო ჩემი სურვილია ეს ისტორიები ამ სიტყვებად ვაქციო და მკითხველამდე მივიტანო ისე, რომ მათში საკუთარი თავი გამოიცნონ. სწორედ ამ სურვილმა მომახვედრა დღევანდელ აქ პროექტში ახალი შანსი, ჩემი ბიზნესის განსახორციელებად. დიდი მადლობა მინდა უთხრა ქეთი მიქაძეს, ჩემს მასწავლებელს ანა შვანგირაძეს და პროექტ თავიდან ახალ შანსს. ჩემი საქართველო. ბავშვობაში, როცა ძალიან პატარა ვიყავი, დედა და მამიდა ხშირად მიკითხავდნენ წიგნებს, მოთხრობებს, ხალხურ ლეგენდებსა და სხვადასხვა ისტორიებს სამშობლოზე, საქართველოზე. შენი სამშობლო საქართველოა. ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა ორ ზღვაშუა აღმოცენებული, ნიკოპსიიდან დაუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული. მიყვებოდნენ, რომ ათასწლეულების წინ აქ ჩვენს მიწაზე ცხოვრობდა ზეზვა და მზია, ცხოვრობდა ხალხი, რომელთაც უძველესი დროიდან მოჰყავდათ პური. 8000 წლის წინ ქვევით აყენებდნენ ღვინოს. 5000 წლის წინ ამზადებდნენ თაფლს, ჭედავდნენ რკინას. ყავდა ბუმბერაზი მეფეები, მეფე დავითი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გაერთიანა. მის დიდებულ ღვაწლს ხოტბას ასხამდნენ პოეტები და მწერლები. გენიალურ ანა კალანდაძეს უთქვამს: ფეხი დამადგით, გულზე დამადგით, ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით. ეს ლექსი ქართველებისთვის ლოცვაა, რომელსაც მთელი გულით წარმოთქვამენ დიდი დავითის მოსაგონად. ყავდა ცურტაველი და შოთა რუსთაველი, რომელმაც გვიან ბერძა შუშანიკის წამება და უკნავი ვეფხისტყაოსანი. ყავდა ძმები ოპიზრები, რომლებიც უნიკალურ, დღემდე შემორჩენილ ფრესკებს ქმნიდნენ. ბევრი თავდადებული ადამიანი, მეომრები, მხედართმთავრები, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოსთვის. მათი სისხლით მოწყვილ მიწაზე კი დღეს სისხლისფერი ყაკაჩოები ბიბინებს. ეს ისტორიები ჩემში აღტაცებას იწვევდა. უკაზე მაჩვენებდნენ, მაგრამ მაინც მინდოდა წარმომედგინა უკიდეგანო, ორ ზღვაშუა აღმოცენებული საქართველო. წალკოტი, ედენი, რომელიც თურმე ღმერთს თავის საუფლოდ ჰქონდა შემონახული, მაგრამ სამყაროს განაწილების დროს დაგვიანებით მის სულ ქართველებს აჩუქა. თქვენთვის დამითმია, ზეცაში ვიცხოვრებ, დე იყოს ალალიო. როცა გავიზარდე, ნახე გელათი, ბაგრატი, სვეტიცხოველი, ნიკორწმინდა, ვიმოგზაურა თურქეთში და ნახე ბებერი ტაო, ოშკი, ხახული, ოთხთა და ბანა. ზოგი დანგრეული, ზოგი წართმეული, უცხო მიწაზე ვიტოვებული, მაგრამ მაინც ამაყად მდგარი, ძველი დიდებისა და ძლევამოსილების სიმბოლო. როცა ქართველმა ტურისტებმა ქართულ ტაძრებში ძველი ქართული საგალობლები შევასრულეთ, ჩემს გონებაში ნათლად გაცოცხლდა მიქაელ მოდრეკილი და მის მიერ მე-10 საუკუნეში შექმნილი საგალობლები. ჩვენი
ჩვენი სამშობლოს ისტორიული ქატეხილები, სამშობლოსთვის შეწირული გმირები და ჩვენი იდენტობა. ჩემთვის ქართველი იყო, ნიშნავს იყო დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ოპიზრების, რუსთაველის, სრუტაველის, ცხრაძმა ხერხეულიძის, სამასი არაგველის, ბელი თევდორის, ცოტნე დადიანის, მარო მაყაშვილის და კიდევ უამრავი სამშობლოსთვის ზვარად შეწირული, თავდადებული მემკვიდრე და მათ შთამომავლებს არ გვაქვს უფლება, არ ვიზრუნოთ დანგრეული პირას მისული გელათის აღდგენაზე, წართმეული ტერიტორიების, ახალ უცხო მიწაზე დარჩენილი ტაძრების დაბრუნებაზე, აღმშენებლებაზე და ჩვენი სამშობლოს ნათელ მომავალზე. ახლა ჩემთვის სამშობლო არის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი ხალხი, ენა, ისტორია, კულტურა და ტრადიციებია. საქართველო ჩემთვის როგორც ერთი ქართველისთვის მხოლოდ რუკაზე მონიშნული ქვეყანა არ არის. ის არის მიწა, ხმელეთ ზურმუხტი, რომელიც ჩემი წინაპრების საუკუნეების ისტორიის ნაბიჯებს ინახავს. ჩემი საქართველო ღვთისმშობლის წიხვედრი, მზისწილი ქვეყანაა. ნატა არის ჩვენი პროექტის აი ეს პირველი მონაწილე, პირველად მიიღე ხო ნატა მონაწილეობა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ანა შვანგირაძეს, რომელიც ჩვენი ძალიან დიდი მეგობარია და მართლა ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გაგვაცნო ხონიდან და მადლობა ანა, მადლობა ხონს მეგობრობისთვის. დღესაც ყველა გამარჯვებულია ხო? ყველა ახალშანსელი და ყველა მომავლის ხმა. თუმცა აი ამდენი პროექტის განხორციელების შემდეგ ყველაზე მთავარი პრიზი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ, ეს არის ოქროს კალამი. ნატა, და ეს ოქროს კალამი მინდა გადმოგცე შენ, იქით, ჩვენი განცა გადმოგცემს, თუცანია და ჩვენი ბომბორა. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, ანა. დამსახურებულია ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ საჩუქრისთვის და ყველაფრისთვის მადლობას გიხდით პროექტში თქვენ. და იმედია ისე ვიქნები ჩვენი მეგობარი, გააგრძელებთ წერას, აი ესეთ შემოქმედებით აქტივობას და უამრავი წარმატება შენ. ძალიან დიდი მადლობა. ერთ დღეს სკოლაში მისულ სკოლის ჭიშკართან შავი ბომბორა ძაღლი დამხვდა. საცუდავად მოკუნტული იწვა და მოწყენილი თვლემდა. როგორც კი მივუახლოვდი და დამინახა, სლაზნით წამოდგა, წელი ძლებს აითრია, მოშორებით დაწვა, თავი წინა თათებზე ჩამოდო და ამომხედა. ნახულიანი თვალები ჰქონდა, თითქოს რაღაცაზე დავდობდა, წუხდა, მეგონა შიოდა. ჩათიდან სახლიდან წამოღებული ღვეზელი ამოვიღე და ვესროლი. ცალი თვალით გახედა ბალახზე დაგდებულ ოქროსფრად დაბრაწულ ღვეზელს. ისე იყურებოდა თითქოს უნდოდა კიდეც, მაგრამ თავს იკავებდა. უყადრისობდა. მე ასე მოგდებულს არ ვჭამო. არც კი დაყნოსა, თავი თათებზე ჩამოდო და თვლემა გააგრძელა. გაკვეთილი იწყებოდა და საკლოს ოთახისკენ გავიქეცი. ვიფიქრე მერე მაინც შეჭამს თქო, მაგრამ ნაშვადობს, როცა უკვე გაკვეთილები დამთავრდა და სახლში მოვდიოდი, შავი ბომბორა ისევ სკოლის ღობესთან იწვოდა, ჩემი ღვეზელიც იქვე იყო ხელუხლებლად. ახლოს მივედი, თავზე ხელი გადავუსვი. ვინ ხარ? საიდან მოხვედი? რა გჭირს თქო ვეკითხებოდი. პასუხად ნაღვლიანი უტყვი თვალებით ამომხედა. თითქოს მეუბნებოდა ყოველთვის ერთგული ვიყავი, მაგრამ მაინც გამომაგდეს, ეს არ დამემსახურებიაო. დიდხანს ფრთხილად უსვამდი თავზე ხელს. მინდოდა ეკრძნო, რომ ვუთანაგრძნობდი. მესმოდა მისი, მის გვერდით ვიყავი. თითქოს იგრძნო მხარდაჭერა. წამოდგა, ღვეზელი დაბნოსა და უხალისოდ შეჭამა. დიდი მუცელი ჰქონდა, მიხვდი მალე ლეკვებს გააჩენდა. ცხადი იყო, ამიტომაც მოიძულა და შეუბრალებლად გამოაგდო ქუჩაში უგულო ადამიანმა. წამოდი, მე დაგეხმარები. თავშესაფარს მოგცემ, საჭმელსაც მოგიდან, უსაფრთხოდ იქნები, ჩემი სკოლის დარაჯი იქნები. წამოდი, წამოდი. კუდის ქიცინით გარს შემომიარა, დამყნოსა. ორივე სკოლის ეზოში შევედით. სკოლის სარდაფისკარი გამოვაღე თუ არა, ბომბორო უმალ შევიდა. ყველა კუთხე კუნჭული შემოიარა. შეამოწმა, უსაფრთხოდ იქნებოდა თუ არა. ბოლოს კარების კუთხეში ადგილი აირჩია და ყეფით მანიშნა, ეს ადგილი მომწონსო. ბუნებას მომცემ, აქ დავრჩებიო. დღიდან მოყოლებული სახლიდან ბომბორასთვის ყოველ დილით მე მქონდა საჭმელი. ისიც გრძნობდა, როდის მივიდოდი და სკოლის ჭიშკართან ხვდებოდა. ყეფით და კუდის ქიცინით მომესალმებოდა. გაკვეთილების შემდეგ კვლავ ჭიშკართან მელოდებოდა. მიყებდა, ფეხებში მებლანდებოდა. წინ გადამიდგებოდა და მეტყველი თვალებით თითქოს მეკითხებოდა.
ხომ არ მიმატოვებ, ხოლაც ხომ მოხვალ. მე თავზე ხელს გადაუსვევდი და ვაიმედებდი. მოვალ, არ მიკატოვებ, მაგრამ ეხლა უნდა წავიდე. ბომბურას მოცელი ეზრდებოდა, ბურთივით დამრგვალდა. ერთ დღეს სკოლაში რომ მივედი, ბომბურა არ შემომხვდა. გული გადამიქამდა შიშისაგან. ვაი თუ რაიმე დაემართა მეთქი. შეშინებული გავიქეცი სკოლის სარდაფისკენ და ჰოი საოცრება. თურმე ბომბურას ლეკვები გაუჩენია. 6 პატარა შავი უსუსური არსება მუცელზე აწვად ძუძუს გამალებით წოვდნენ. როგორც კი დამინახა ბომბურამ ყეფა დაიწყო და ჩემსკენ გამოიქცა. თათებით ზედმა ხტებოდა, თითქოს მადლობას მიხდიდა. მეც უსომოდ ბედნიერი ვიყავი. მთელი გულით მიხაროდა ბომბურას სიხარული. ამიერიდან ახალი საზრუნავი მქონდა. ბომბურას ლეკვების გამოსრდაში უნდა დავხმარებოდი. ახალი შანსი